შავა პაპუაშვილია, ჩვენი სტუმარი და მე მას შემიძლია უკვე მივესალმო საღამოშვიდობის საბატონო შავა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბევრ თემაზე მოგვიწევს დღეს საუბარი, მისამებაშიც ჩამოვთვალეთ თითქმის ისინი, თუმცა ყველაზე ბოლო ინფორმაცია არის ის, რომ რამდენიმე საათის წინ დონალდ ტუსკმა, პოლონეთის პრემიერმა, ნდობის გამოცხადებისთვის მას ჰქონდა გამოსვლა საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის წინაშე და მან პირდაპირ თქვა, რომ და მინდა მისი სიტყვების ციტირება მოვახდინო და შეკითხვას დაგისვათ, ჩვენ ვქმნით საჭირო უმრავლესობას, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. სხვა ქვეყნებთან ერთად დიახ, ეს ჩემი განზრახვაცა, სრული გაცნობიერებით, რომ ქართველების მესამედი ის ხალხია, ვისაც ძალიან სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება და ასე შემდეგ, რო აღარ გავაგრძელო ვრცელი განცხადება, მაგრამ თავარი არის ის, რომ პრემიერი ახალი პოლონეთის ამბობს, რომ ის მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. რას უპასუხებდით ახალ არჩეულ პრემიერს პოლონეთის და რამდენად რეალურად შეიძლება დადგეს და რეალურია ეს საფრთხე, რომ საქართველოს ეს მონაპოვარი დავკარგოთ ისე? არაფერი ახალი ხალხი ამაში არაფერი არ არის. ახალია პრემიერი. თვითონ თავად პოლონეთის და მხოლოდ ამიტომ ვკითხულობ. ახალი უბრალოდ დღეს ხელახლა მიიღო მანდობა, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა მისი კანდიდატი, პარლამენტში მას უმრავლესობა ყავს და ასე ვთქვათ მან შეეცადა ის რომ ის მარცხი რაც განიცადა საპრეზიდენტო არჩევნებში დაეკომპენსებირა პარლამენტში კიდევ ერთხელ ტექნიკურად მიღებული ნდობით, თუმცა რა თქმა უნდა მათ შორის მონაცემების მიხედვით 45% დაახლოებით მოსახლეობის ითხოვს პრემიერ ტუსკის გადადგომას, ასე რომ ეს რაღაც შიდა საკითხები არის, რომლითაც ცდილობენ ისინი თამაშს. რაც შეეხება საქართველოს მიმართ განზრახვებს, ხა ეს ამაში არაფერი ახალი არ არის, მათ შორის პოლონეთის ამთავრობისა, ამ მთავრობის წევრი არის ბატონი სიკორსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ ამ ღირებულებების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ყავს, რომელიც სავარაუდოდ არის დაკავებული ზუსტად ამ უმრავლესობის შეკვეციწებით, რომ რაიმენაირად საქართველოს ასე ვთქვათ იმდენად შეაწუხოს საქართველოს, რომ იქნებ შეძლონ გარედან ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა. ასე რომ ეს საბაბებს რომ ეძებენ, საინტერესო ერთ-ერთი ის არის, რომ მან მიგრაციის საკითხი გაუსვა, რაც აჩვენებს უბრალოდ საბაბს. უკაცრავად, ბატონო, მაყურებელმა რომ იცოდეს, უბრალოდ იმიტომ რომ ახალი განცხადება ის ამბობს მიგრაციის შესახებ და მოვისმენთ თქვენ პასუხს, ბუნებრივია რომ მე მტკიცედ ხარს ვუჭერ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში აღარ სცემენ პატივს ავტორიტარული ხელისუფლების შესახებ სტანდარტებს, ან საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის კანონსა და წესრიგს ჩვენს ქვეყანაში ან ევროპაში. ანუ საქართველოსთან მიგრაციაზეა საუბარი. თავისთავად პირდაპირ ამას ქართულ ხალხს დააბრალებს საბოლოო ჯამში, ანუ ისაუბრებენ თითქოს პოლიტიკურ და ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ქართულ ხალხზე დააბრალებენ საბოლოო ჯამში და აბრალებს საბოლოო ჯამში მის ამ საქციელს და ქმედებს. კიდევ ერთხელ არაფერი გასაოცარი არ არის იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სააკაშვილი არის ეტალონი მოდერნიზაციის, ну რას უნდა ველოდოთ ახლა ჩვენ ღირებულებით. ანუ შეიძლება გააქვთ მოლოდინი რომ ეს საკითხი შეიძლება უფრო ფართობჟელობის საკითხი გახდეს? ანუ ადრეც მახსოვს ეს იყო თითქოს შანტაჟის ენაო, თქვენ ამბობდით, როდესაც გაჟღერდა ხო, რომ არჩევნებამდე ცდილობენ, თორე რეალურად ამას ვერ გააკეთებენო. ახლაც ასე ფიქრობთ? რა თქმა უნდა ეს არის თავი პრობლემა ის არის და ევროპის გარკვეული პოლიტიკური ლიდერშიპის თუ რაღაც ლანდშაფტის დაცლა ევროპული ღირებულებები და ამაშიც არის, როდესაც ასეთ საკითხს იყენებენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ეს ხო შორს არის საერთოდ თუ რაიმე გაგება თუ არსებობს ევროპული ღირებულებისა, არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს ადამიანებზე ზეწოლა იმისთვის, რომ ხელისუფლება რომ მოიყვანონ ხელისუფლებაში თავი. მიზეზი ხო ეს არის, სხვა რა შედეგი უნდა ქონდეს. მათ უნდათ რაიმენად მოძებნონ ისეთი ინსტრუმენტები, რომლითაც შეეცდებიან გააბრაზონ საზოგადოება და შეცვალონ ხელისუფლება და ნუ ვიცით ახლა ვისით უნდა შეცვლათ, ხო ხედავთ ახლა ვინც არიან ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტების მოყვანა რომ უნდათ მარიონეტების დასმა ხელისუფლებაში. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს არის საბაბის ძიების პროცესი, ჩვენ ეს ახალი არაფერი არ არის ამაში, ვიცით ის ქვეყნები და ხელისუფლებები, რომლებიც ცდილობენ ასე ვთქვათ რაიმენად დააზიანონ საქართველოს, ჩვენ ნახეთ დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, სხვათა შორის, სადაც ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება ჩვენ არსებობს უვიზო მიმოსვლა დიპლომატიურ პასპორტებზე კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას და ევროკავშირს კიდე ხანდახან რაღაცებს ვამბობენ. 2010 წელს მისცეს მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ელიტას.
დიპლომატიური პასპორტების მქონეს მიხეილ სააკაშვილის, მის მინისტრებს და მის თანამდებობის პირებს. მისცეს უვიზო მიმოსვლა 2010 წელს, როდესაც მძვინვარებდა ის, რასაც დღეს ვისმენთ ჩვენ საგამოძიებო კომისიაში, დიქტატურას, მის დიქტატურის ელიტას. ხალხი ვიჯექით ასე ვიზიანად 7 წელი ველოდეთ, მანამ სადამ არ მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში და უვიზო მიმოსვლა არ მოიტანა ქართული ხალხისთვის, რომელსაც ისევ სააკაშვილის ხალხი ეწინააღმდეგება, გახსოვთ თქვენ, ახლა უკვე მაშინ მალავდნენ რცხვენოთად, ეხლა არ რცხვენიათ რომ დარბიან ამ კორიდორებში, მაგრამ მაშინ კანდელაკი და სხვები როგორ დარბოდნენ, რომ უვიზო მიმოსვლა ხალხისთვის არ მიეცათ. თვითონ ჯიბეში ქონდა დიპლომატიური პასპორტი უვიზო მიმოსვლა. რომლითაც ეხლა ბევრ ქვეყანაში შეზღუდულია. თვითონ კანდელაკს ედო ჯიბეში ლურჯი პასპორტი უვიზო დადიოდა და ქართულ ხალხს არ მისცეთ თუ ამსეუბნებოდა ბრიუსელში ადამიანს. ასე რომ ევროკავშირმა თავის დროზე დიქტატურულ ელიტას მისცა უვიზო მიმოსვლა და ესეც არის ხელშეკრულება 2010 წლის ხელშეკრულება არის. სადაც თუ ჩახედავთ საჯარო ეს ხელშეკრულება არც ერთი მიზეზი მათ არ დაუსახელებიათ სინამდვილეში. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც იმ ხელშეკრულებაში არის მოცემული, რომელიც გაამართლებდა დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ეს არის ცალსახა. შავით თეთრზე იურიდიული საკითხი არის, ეს არის დარღვევა საერთაშორისო ხელშეკრულების, რაც კიდევ ერთხელ ეწინააღმდეგება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ვინ არღვევს დღეს ამ წესრიგს და ვის ებრძვიან დღეს კი ვხედავ ჩვენ და რასთან არის და თავად ევროკავშირი რო აღღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ეს რა თქმა უნდა სკანდალი არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხედავთ სამწუხარო ტენდენციას, რომ ძალით უნდა თუ აღმართი ახნან და ძალა სადაც გაზდით, იქ მერე აღმართს ხნავენ. რასაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ამას ყველაფერი, იმ ევროპასთან, რომელსაც ევროკავშირის ღირებულებები ქვია, თორე ევროპა თუ გადავყვებით ახლა 100 წლის წინათ რო გადავიდეთ, რა თქმა უნდა იქ სხვა იყო და იქ ბრძოლა წესების გარეშე იყო ბოლო 80 წელია, რაც ასე ვთქვათ მშვიდობა სუფევს ევროპაში, თორე ახლა მანამდე საუკუნეები ევროპა ზოგადად ის ტერიტორია იყო, სადაც ყველაზე მეტი ომიც იყო, დაპყრობებიც და ასე შემდეგ. ასე რომ სამწუხაროდ საერთაშორისო სამართლის დარღვევით ხდება ეს ყველაფერი, ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ ცდილობენ უხეშ ქმედებებს. ბატონო შალვა, მთავრობას, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას ასაჯაროვებს, ასე ვთქვათ, ბრიტანეთის საელჩო დღეს გავრცელდა განცხადება და ამბობენ ისინი, რომ გაერთიანებული სამეფო ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა, თუმცა მთავრობიდან აცნობეს, რომ ამ დრომდე არ არსებობს გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ გადაწყვეტილებები და როგორც საელჩო აცხადებს, მათ უწევთ გააუქმონ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტ უნარიანობის მხარდაჭერას. ანუ შეგიძლიათ გითხრათ, რომ ეს ნიშნავს, რომ ბრიტანელები ვეღარ დააკვირდით, მითითებაც იყო ამ განცხადებაში, რომ ეუთოოდირის მოწვევა ამ დრომდე არ ყოფილა, ანუ არჩევნებთან მიმართებაში იყო მინიშნება და შეგიძლიათ გითხრათ, რომ ამით რაღაც ბრიტანელი დამკვირვებლები აღარ იქნებიან არჩევნებში, ეუთოოდირის არაპირებთ, რომ მოიწვიოთ. მოკლედ, რა პასუხს გასცემთ ბრიტანეთის საელჩოს ამ განცხადებას? სხვათა შორის საკმაოდ გამიკვირდა ეს განცხადება. ბრიტანეთის საელჩომ საკუთარი თავი ამხილა ექსტრემიზმის დაფინანსებაში. ამას თუ გააკეთებთ, არ ვიცი რა მოვიდეთ ეს ყველაფერი. თქვენ ნახეთ, მათ შორის თავისთავად დაასახელა ტაბულამ, რომ მას უნდა მიეღო დაახლოებით 200,000 ლარი საარჩევნო საკითხებისთვის და ასევე გასაჯაროვდა ის ორგანიზაციები, ვის დაფინანსებასაც აპირებდა. მე დიდი ხანი სხვათა შორის ვფიქრობდი, ვინ აფინანსებს ტაბულას. ერთი კითხვა აქვს, თქვენ თუ ვიცით ტაბულა ვისი არის? ვისია ტაბულა? ვისი ანუ მფლობელი? მფლობელი არ ვიცი, ვიცი რომ თამარ ჩერგოლიიშვილმა შექმნა ეს მახსოვს და ეხლა ვინ არის მფლობელი არ ვიცი. რა თქმა უნდა, ტაბულა ეს არის ჩვეულებრივი პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთი. თუ კი რაიმე არის პროპაგანდა, ტაბულა არის ამისი მაგალითი. ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის პროპაგანდისტული კედლის გაზეთი. თავისი შინაარსით, ამას დიდი მონიტორინგი და დაკვირვებაც არ ჭირდება, უბრალოდ გადაავლოთ, ნახავთ რომელი პარტიის პროპაგანდას ეწევა ეს მედია პლატფორმა, ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მედია არის. ანუ ბრიტანეთის საელჩო აღიარებს, რომ ის აპირებდა პროპაგანდა დაეფინანსებინა წინასაარჩევნო. მათ შორის ფორმალურად თუ გაინტერესებს, დიახ, ტაბულა შექმნილი არის ქაბატონ ჩერგოლიაშვილის მიერ და 2024 წლის მაისამდე ის იყო დირექტორიც და მეწილეც და ყველაფერი. შარშან 2024 წლის მაისს ის აღარ არის დირექტორი და ნუ შეიძლება თქვათ, რომ ფორმალურად არის, მაგრამ გაფორმებულია მის შვილზე. ეხლა თუ აქ ვინმეს გონია რომ შტერი არის, არ ვიცი, ბრიტანეთის საელჩო შეიძლება ქართული ხალხი შტერი გონია, მაგრამ შტერი ნამდვილად არ არის ქართული ხალხი. როდესაც პროპაგანდას აფინანსებ თან იმ პარტიის პროპაგანდისტულ მედიას, რომელიც ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, ადგილობრივ არჩევნებს
ეს პარტია უცხადებს ბოიკოტს, ამბობს რომ არალეგიტიმური არის და მის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს აძლევ ფულს. ამით ეხლა რა უნდა გითხრას ბრიტანეთის ელჩმა სულსო თვალებში ჩაფხედოს და მედია პროექტებს აფინანსებენ რაღაც მედია საშუალებებს რომ იყოს პლურალისტური მედია და ყველანაირი მედია საშუალება არსებობს. არა, როგორ გეტყვი, პროპაგანდა ცუდია. აი BBC სტანდარტი, ხო ბატონი ელჩი ხო BBC-ს უყურებს ალბათ, ხო BBC სტანდარტები რაღაცები არსებობს. აი უსტანდარტობა არის აბსოლუტური. ანუ პროპაგანდა არის ცუდი. არ შეიძლება ამის დაფინანსება. ამით რომ როდესაც ბრიტანელი მოქალაქეების ფულით ფინანსდება პროპაგანდა, თან ექსტრემისტული მიმართულების პროპაგანდა, რომელიც არ აღიარებს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, მათ შორის ეს მედია არა მხოლოდ პარტია, არამედ მისი მედია, როდესაც გამოცხადებული მიზანი აქვს, რომ ჩაშალონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებისთვის აძლევ მას ფულს, ნუ ახლა კიდევ ერთხელ ამ ბრიტანეთის ბატონო უშალო რომ აი მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა იყო ამ განმარტების მიზანი. ერთი გავარკვიეთ, რომ ბრიტანეთის საელჩოს წამოწდა რომ ისინი აპირებდნენ პროპაგანდის დაფინანსებას, რაც საშუალო დიდი ალბათობით აქამდეც აფინანსებდნენ პროპაგანდას. ეს ჩვენ კიდე გვაჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭრელობა. აღმოჩნდა რომ ბრიტანეთის საელჩო ყოფილა ის, ვინც აფინანსებს საქართველოში პროპაგანდას. რაც შეეხება მოქალაქეებისაკის. მეორე ორგანიზაცია, რომელსაც აპირებდნენ 400,000 ლარის მიცემას 3 თვეში, გახლავთ საქართველოს მომავლის აკადემია. აი საქართველოს რო გაჩვენოთ თქვენს და გეცნობათ და ჩვენს მოქალაქეებსაც ეცნობათ ვინ არის ეს ადამიანი გია ჯაფარიც ნაციონალური მოძრაობის სიის აი 24-ში რო იყო არჩევნები მეხუთე ნომერი მე ხა 5 ნომრის ნაცებში რო 5 ნომერი იქნები როგორი ნაცია ადამიანი გასაგებია ხომ ეს ადამიანი პარლამენტში იქნა არჩეული ხო თუმცა პარტიის წევრი არ არის მე ბატონი ისუმე კამათება ხოლმე სტუდიაში რო არ არის პარტიის წევრი და არის კოალიციის ხა ეგეთები ცხაპრები მოუყვეს ბრიტანეთის ელჩს როდესაც ეს ადამიანი გახდა დეპუტატი. მანდატი დააგდო, არ აღიარა, ასე შემდეგ და მათ შორის დღეს ამბობს, ეს ადამიანი ამბობს, რომ ჩვენ უნდა ჩავშალოთო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ბოიკოტი გამოვუცხადოთ. აი ეს ადამიანი არის მეორე სურათიც, რომელიც არის ზუსტად ამ საქართველოს მომავლის აკადემიისა. მეორე ორგანიზაცია, რომელსაც დაფინანსებაზე იყო საუბარი, რომ ესეც გია ჯაფარიძე გახლავთ. გია დაეტრენინგებინათ ასე ვთქვათ. ეხა ბრიტანეთის ელჩს არ ვიცი მე მართლა შტერები ვგოლი ვართ ქართველები რომ აი ეს უნდა რომ ჩვენ მოგყიდოს როგორც მოქალაქეების დაკვირვება არჩევნებზე როდესაც ნაცმოძრაობის 5 ნომერი ათეულის წევრი და 5 ნომერი ადამიანი რომელიც ამბობს უნდა ჩაშალოს თვითმმართველობის არჩევნები და ბოიკოტი გამოუცხადოს ის უნდა იყოს დამკვირვებელი სხვა შორის მეორე აქ ვინც არის ამ ორგანიზაციაში ბატონი ზიბზიბაძე ეს გახლავთ ფრანკლინის კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მას შემდეგ რადიკალებში იქნა მხილებული, უცებ ჩააჩოჩეს და წამოწიეს მეორე ორგანიზაცია ზემოთ. ეხლა კიდევ ერთხელ ბრიტანეთის ელჩს არ ვიცი მე ხარ როგორ მოვიდა ეს ამბავი, მაგრამ თავისი თავი ამხილა ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში. ბატონშალა, განემართა ეს ბრიტანეთის საელჩოს მაგალითად მიზეზები, თუ კი ამის გამო არ მიიღოთ ახმოვანდი, იქ საუბარი იყო რომ პროცედურების შესახებ, განდის პროცედურები არ არის მე ამიტომ გამიკვირდა ეს ინფორმაცია თავიდან უნდა გავიგე მათ შორის და მე მოვიკითხე რასთან მქონდა საერთოდ საქმე და იქ პასუხიც იყო რომ პროცედურული საკითხებია და ჯერ პასუხი არც მქონდა მიცემული ადმინისტრაციამ, მაგრამ როდესაც დავინტერესდი და ვნახე რასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნილი, თვალებს არ დაუჯერე. პირდაპირ დღისით ამბობენ უნდა დავაფინანსოთ პროპაგანდა და უნდა დავაფინანსოთ ექსტრემისტული რაღაც ჯგუფები რომელიც ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და ესე უნდა დააკვირდნენ არჩევნებს აი კიდევ ერთხელ ახლა არ ვიცი რა თქმა უნდა ახლა მნიშვნელოვანია ბრიტანეთის ელჩმა გააკეთოს ამაზე განმარტებები იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი მხილება იმისა რაც აღიარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რომ სხვა ქვეყნებში ამერიკელების ფულით ხდებოდა დესტაბილიზაციის პროპაგანდის მათ შორის დაფინანსება. აი ახლა პირდაპირ წამოწდა ბრიტანეთის ელჩს, რომ ისინი აფინანსებენ საქართველოში პროპაგანდას და აფინანსებენ რადიკალურ ამის გამო დაიბარებენ მას საგარეო საქმეთა სამინისტროში ბატონშალა თუ უბრალოდ ჯერ განმარტებას მე პარლამენტის ტრიბუნიდან ვსაუბრობ, არ მინდა მე აღმასრულებელი ხელისუფლების ნაცვლად, მე პარლამენტის ტრიბუნიდან ვსაუბრობ და ვინაიდან პარლამენტის დასახელებაში საუბარი, ჩემი ამოცანა არის ამაზე ვისაუბრო და ვამხილო, მათ შორის ბრიტანეთის ელჩი. თუმცა რა არის ის ბრიტანეთის ელჩისგან ეს მომენტი გასაკვირიც არ არის. ბრიტანეთის ელჩი ჩვენ გვახსოვს იმით, რომ ის პირდაპირ თავად ერეოდა არჩევნებში. და ეს მეორე საკითხია. თამაში, თორე გვახსოვს ბრიტანეთიდან სანქციებიც. ანუ დამოკიდებულება ბრიტანეთის 2024 წლის 15 ოქტომბრის ინტერვიუ, რომელიც ინტერპრეს ნიუსში არის გამოქვეყნებული 15 ოქტომბერი არჩევნებამდე დარჩენილია 10 დღე. სადაც ბრიტანეთის მოქმედმა ელჩმა ვრცელი ინტერვიუ
მისცა ასე ვთქვათ ამ გამოცემას და საუბრობს იმაზე რომ ურთიერთობა ბრიტანეთსა და საქართველოს დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა რომ ჩვენ იმედ გაცვლებულები დავრჩით ქართული ოცნების ლიდერების მიერ შეთქმულების თეორიების პროპაგანდით რომ ჩვენ შოკირებული ვიყავით ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის დაპირებით პარტიებთან დაკავშირებით და ამიტომ გაუწყვეტა ასე შემდეგ. უყურეთ არჩევნებიდან დარჩენილი 10 დღე ნებისმიერი ტესტით ეს არის და მთლიანი ინტერვიუ, ფართო ინტერვიუ ეძღვნება ქართული ოცნების, ანუ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი სუბიექტის პირდაპირ კრიტიკას და მხოლოდ ამ სუბიექტის კრიტიკას და არა სხვის. ეს იმიტომ რომ არჩევნების სიმბატონო შალვა, იმიტომ რომ თქვენ თავად ამბობთ ხოლმე რომ აი როდესაც ევროპელ ლიდერებზე საუბრობთ, ან ელჩს აკრიტიკებთ, რომ კრიტიკა არის მისაღები ყველასთვის და საერთოდ არ არსებობს პოლიტიკაში, რომ ვიღაცა ვერ გააკრიტიკო, ხო, თუ ეს არის რაღაც ჩარჩოებში. ანუ რატო არ ქონდა ელჩს ამის უფლება ორი საკითხი. ელჩს ეკრძალება რაღაც თქვენი საქმიანობის მიმართ. მეორე ჩემი საყვარელი დოკუმენტი ვენის კონვენცია დიპლომატიურ ურთიერთობების შესახებ. რას ვიფიქრებდი? რას ვიფიქრებდი, რომ ევროპელ ელჩებს უნდა წაუკითხო წინადადება ვენის კონვენცია, რომელიც ქალაქი რომელიც ასევე ევროპაში არის, კონვენცია რომელიც ასევე მიღებული იყო თავის დროზე, ასე ვთქვათ, ევროპის წიაღში, წაუკითხო წინადადება, რომ ვალდებული არიან არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში წერტილი დიპლომატები, აკრედიტებული დიპლომატები, ანუ ელჩები, საელჩოს თანამშრომლები არ უნდა ერეოდნენ. მისი მინისტრი, პოლიტიკოსი შეიძლება რაღაცებს საუბრობდეს, ეს ამას არ ეხება, ეს ეხება ელჩებს, აი მის მინისტრებს ეხება გაეროს კონვენცია. და მეორე საკითხია, ერთია რომ ელჩი, აი ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენციის 51 მუხლი, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა ამ შემთხვევაში. ერთი და მეორე, უშუალოდ არჩევნების წინ როცა ხდება ჩარევა, ეს არის ჩარევა არჩევნებში. ეს არის ჩვეულებრივი ცდელობა, აი ყველანაირი ტესტით, არ არსებობს ტესტი, უბრალოდ არაკეთილსინდისიერი უნდა იყოს ვინმე, რომ ამ სტატიაზე თქვას, რომ ეს არ არის ჩარევა, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი ასე ვთქვათ, ცდელობა მოახდინოს გავლენა აზრის ფორმირებაზე, დემოკრატიული აზრის ფორმირებაში ჩარევა არის, როდესაც გამოდიხარ ელჩი, ამბობ რომ მე ვარ იცით რა, კარგი თეთრი ფუმფულა ევროპայի, თქვენ რო გინდათ ის ვარ და აი ქართული ოცნებაა ცუდი, ის მოიქცა ცუდად, ეს არის ცუდი და აი ახლა არჩევნებზე გააკეთეთ არჩევანი. ხო ნათელია, რომ ის აგიტაციას წერდა ქართული ოცნების წინააღმდეგ. ასე რომ უყურეთ რა გამდგა ახლა რა წამოწდა ბრიტანეთის საელჩოს, რას აპირებდა როგორც ჩანს ამ არჩევნებისთვის. როგორც ჩანს იმ არჩევნებში ჩვენ არ ვიცით სამწუხაროდ გაუმჭირვალეა მალავს ბრიტანეთის საელჩოს არ ვიცით რა ვისაფინანსებდა 2004 წლის 24 წლის არჩევნებისთვის. როგორც ჩანს მაშინაც ასეთი ტიპის ტაბულას დიდი ალბათობით ახან ეხლა აფინანსებს, მაშინაც აფინანსებდა პროპაგანდას, რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც შემდეგ ნახეთ რაც გააკეთეს არჩევნების შემდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით და ასე შემდეგ. ასე რომ როდესაც ელჩი თავად არღვევს საერთაშორისო სამართალს და შემდეგ ეხლა ის განცხადება რაც ნახეთ, რა მორალისტური ტექსტი რომ არჩევნები ჯერ ესე ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს ან თუნდაც ბრიტანეთის საქართველოს არჩევნები, ვინ ეკითხება? რომელი საერთაშორისო ნორმა განსაზღვრავს, რომ დიდი ბრიტანეთი რამე პროტექტორატი ვარ ჩვენ და რაიმენაირად აქვს ჩვენზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აღებული და ჩვენს არჩევნებზე ზრუნვა, ვინ, საიდან, რომელ საერთაშორისო ნორმაში ამოიკითხეს, სად არის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობის პატივისცემა, ეს ყველაფერი ჩვენ რისთვისაც ვიბრძოდით და ვაღწევდით და რაზეც გვეუბნებიან, რომ ეს არის ცივილიზებული დასავლეთი. ახლა რომ მივიღეთ სინამდვილეში ველური დასავლეთი. ეს სად არის? ჩვენ რეკლამაში გვაჩვენებთ ცივილიზებულ დასავლეთს და პრაქტიკაში მივიღეთ ველური დასავლეთი. მაგავე განცხადებაში ისიც არის ნათქვამი, ეწეღანაც ვახსენე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას. ეს სიმართლეს შეესაბამება, ანუ თვითმმართველობის არჩევნებზე არის დამკვირვებლები. ბრიტანეთის მთავრობას არ ეხება არანაირად რას აპირებს და რას არ აპირებს საქართველოს სახელმწიფო არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნები გახლავთ ანუ რა არის იცი რა თქვინდოდა მაშინ ეს დამოუკიდებლობა თუ კი ახლა ბრიტანეთის ელჩი უნდა დადგეს და ჩვენ ჭკუა გვასწავლოს არჩევნები როგორ ჩადა რა თქვინდოდა მაშინ ეს დამოუკიდებლობა ხო თუ ამისი უნარიც არ გვაქვს საკუთარი თავის ამდენი წმენა არ გვაქვს მაშინ რაღაც გვინდა ეს დამოუკიდებლობა ჩაგვიტარებდნენ ბრიტანელები არჩევნებს გერმანელები სასამართლოს გადაგვიწყვეტდნენ და ასე შემდეგ ხო ამ დამოუკიდებლობა იმიტომ გვინდა რომ ხო არ შეიძლება ასე ჩარევა
თან მით უმეტეს, როდესაც კონვენციები გიკრძალავს ბრიტანეთის ელჩს რო ჩაერიოს შიდა საქმეებში. როდესაც კონვენციები გიკრძალავს ეს უკვე მეინტერესებდა რომ ხო რაიმე არის ამაზე, რატო გაამახვილა ამაზე ელჩმა ყურადღება. სადამკვირვებლო მისიებზე რამე სიახლეა რო შევაჯამო. ფაქტია რომ ბრიტანეთის ელჩი ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში. ის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოქალაქეების აზრის ფორმირებაზე, მოეხდინა ეს გავლენა ქართული ოცნების წინააღმდეგ. შესაბამისად მისი მიზანი იყო ქართული ოცნების დამარცხება და სხვის მოყვანა ხელისუფლებაში. დავსვათ კითხვა და ეს არ არის მარტო მის შემთხვევაში. ევროკავშირის ელჩი ზუსტად ასე ექცეოდა და რამდენიმე სხვა ელჩი პოლიტიკოსებზე არაფერს ვამბობ. მარტივი კითხვა, ეს ფაქტი არის. ამას ვერავინ ვერ გაიქცევა. ეს მტკიცდება მათი განცხადებით, რომ ისინი ცდილობდნენ ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანია ქონდათ პირდაპირ და შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ უნდა ჩამოცილება ქართული ოცნების სხვის მოყვანა. დავსვათ კითხვა, ვისი მოყვანა? ვინ არიან? ხო ხედავთ ახლა ვინ არიან? ვინ არის ეს ძალა? ეს ძალა არიან ისინი, რომლებიც ერთის მხრივ ნახეთ ჩვენ რაც იყვნენ და საგამოძიებო კომისიაში ვისმენთ კიდევაც რა ტერორი დაატრიალეს საქართველოში და ესენი არის ხალხი, რომელიც თავარ პრობლემას ქართული ოცნებისა ხედავენ იმაში, რომ ჩვენ არ უჯერებთ უცხოელებს. და ამბობენ რომ მათ პირველი რასაც გააკეთებენ, დაუჯერებენ უცხოელებს. აი ეს არის კითხვა და ამაზე უნდა გასცენ პასუხი. ეს დამალობანასო თამაშობენ ელჩები, გამოვლენ რაღაცას იტყვიან, მერე ხმას არიღებენ და ეს რაღაც უკარებასავით არიან, ასე არ არის. რახან ჩაერთნენ ქართულ პოლიტიკაში, რახან შემოვიდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში და იყვნენ ამის მონაწილეები, კეთილი ინებონ ახლა და მოიქცნენ როგორც პოლიტიკის მონაწილე სუბიექტები და გაგვცენ პასუხი, რატო ერეოდა ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში. ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან დაკავშირებით ვაყენებ და გასცეს პასუხი, იყო თუ არა ეს ცდილობა, რომ გავლენა მოეხდინა აზრის ფორმირებაზე ქართული ოცნების წინააღმდეგ. უნდა შინაარსობრივი ანალიზი გავაკეთოთ ამ სტატიის, უნდა ლინგვისტური გავაკეთოთ ამ სტატიის ანალიზი და უნდა სამართლებრივი ანალიზი გავაკეთოთ. სამივე ტესტში ის ჩაიჭრება, როგორც არჩევნებში ჩარევის მცდელობის მქონე ელჩი. კარგი, ბატონო შალვა, საკმაოდ წავე განცხადებები გააკეთეთ, რეალურად თქვენ რომ ბრალდება წაუყენეთ, საინტერესოა რა განმარტება გაკეთდება და რადგან ელჩებზე ვსაუბრობთ, თქვენ გამოირჩევით ხოლმე ელჩების კრიტიკით, გერმანიის ელჩებს გვახსოვს განცხადებები, მაგრამ ამჯერად მინდა გკითხოთ ამერიკის ელჩზე და იმაზე, რომ თქვათ აი ბრიტანეთისგან განსხვავებით, არის თუ არა ეს რაიმე პოზიტიური გზავნილი, როდესაც ეგვიმენი მიიღო ტალიაშვილმა, როდესაც პენსიაში გასვლის შემდეგ ველოდებით ახალ ელჩს და დანი განზეც, დეგნანზეც ხელისუფლების მხრიდან სულ კეთდებოდა განცხადებები, რომ ისინი მათ მეტი შეეძლოთ გაეკეთებინათ, მოდით მხოლოდ ეს რომ ვთქვათ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს შორის. გვაქვს უკეთესი მოლოდინი, ვთქვათ, ტრამპის მიერ დანიშნული ელჩისგან, ან ის რომ ტალიაშვილი და დღეს ახალი ელჩი ყავს საქართველოს რეალურად ამერიკაში, შეიძლება შევაფასოთ, როგორც აი ამ გადატვირთვის პოლიტიკაში რაღაც პატარ-პატარა წინ გადადგმულ ნაბიჯებად. უბრალოდ რაც შეეხება კრიტიკას, სად არ აღმოჩნდა მართალი. ისვეძე რომ ამოდი 2020 წელს რომ ყალბი ციფრები იყო, ხო ელჩებიც და ისვედების და ენჯოებიც ამოდერო ვიტყვებოდით, არა, აღმოჩნდით მართალი, აღმოჩნდით. რომ ამბობდით ენჯოებთან დაკავშირებით, რომ ერეოდნენ პოლიტიკაში, აღმოჩნდით მართალი და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა ყველა ბრალდება, რომელსაც ჩვენ უყენებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და უცხოეთიდან დაფინანსებულ მედიებს, ყველა აბსოლუტურად ყველა ბრალდება დაადასტურა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ახლა იდგნენ და გინდა ბრიტანეთმა იმართლოს თავი და გინდა საფრანგეთმა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაზე დიდმა დონორმა დაადასტურა, რომ მისი ფულით ხდებოდა სხვა ქვეყნების საზოგადოებების დესტაბილიზაციის დაფინანსება და პროპაგანდის დაფინანსება. ასე რომ როგორც იქ ვიყავი მართალი და როგორი მტყუანებიც აღმოჩნდნენ ენჯოები, ზუსტად ასე ვარ მართალი ელჩებთან დაკავშირებით. თუ არა და თქვენ არგუმენტი ხა საპირისპიროდ მხოლოდ ასე ქვია მუქარების ტონი როგორც მის, ასე რა თქმა უნდა არ გამოვა. რა შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა ჩვენ ხედავთ და გვაქვს იმედები მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ ის რასაც ჩვენ ვამბობდით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ყველაფერი დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ. მაშინ სადღა შეიძლება იყოს რაიმე გაუგებრობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ხედავთ არის გარკვეული ჯგუფები, რომელიც ცდილობენ რაღაც ასე ვთქვათ, რომ წააჩხუბონ გარკვეულწილად ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან, იგონებენ თემებს სხვადასხვას, ხან ჩინეთიო, ხან ირანიო, ხან ისაო და აი დღეს ვნახეთ ტრამპმა თავად განაცხადა ჩინეთთან, რომ კარგი შეთანხმება დაიდო და ასე შემდეგ. ჩვენ ხო ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენ რეგიონში ვართ, სადაც მნიშვნელოვანი არის, რომ მათ შორის ჩვენი ფუნქციიდან და გარკვეული შესაძლებლობიდან გამომდინარე, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, რა თქმა უნდა, ყველასთან ქონდეს კარგი ურთიერთობა, მაგრამ ხედავთ ამ ცდელობას, მათ შორის სამწუხაროდ ის ფაქტიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩომ
ამერიკის პრეზიდენტის ესე როგორ გითხრათ, ორი დღით ადრე გამოაქვეყნა პოსტი სტეიკისთან დაკავშირებით. არ თქვენ შეიძლება ნახეთ საელჩოს თანამშრომელი როგორ წვავენ სტეიკს და ორი დღით გვიან ამერიკის პრეზიდენტმა რომ მისწერა საქართველოს პრეზიდენტს წერილი ეს არ გამოაქვეყნა. სხვადასხვა გადმოშალა ეს მიზეზი ბევრჯერ ითქვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აი ამავე სტუდიაში, ანუ შეიძლება პირდაპირ ითქვას რომ ელჩის პენსიაში გასვლა, მოდით ესე ვთქვათ, კავშირშია ტრამპის წერილის არ გამოქვეყნებასთან, როგორც თქვა, დიპლომატიურად ელჩებზე არ ვიცი და არც ელჩმა თავად გააკეთა განმარტება და მე არ მინდა აქ რამინაირი ახლა მე დამატებითი განმარტებები გავაკეთო ამასთან დაკავშირებით თქვენ რომ ოფიციალური ვერსია იყო რომ ის პენსიაში წავიდა. ჩვენთვის მთავარი არის რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა იყოს დაფუძნებული ორივე ქვეყნების ხალხების ინტერესებზე, რასაც საუბრობს მათ შორის დღევანდელი სახელმწიფო მდივანი, რომ აღიარებს დღევანდელი ადმინისტრაცია, რომ სხვა ხალხებსაც აქვს ინტერესები და ამ ინტერესების თანხვედრის ძიება არის დიპლომატია. და მე იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით იქნება, ასე რომ ამ ხრივ კარგი სიგნალი იყო რომ ქალბატონ თამარ ტალიაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით თანხმობა მიღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. და ველოდებით ახალ ელჩსაც ხო ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჩვენი მხრიდან წარდგენილი იყო თანხმობა მივიღეთ, დაინიშნა და მალე შეუდგება თავის ამოცანების შესრულებას. იმედი გვაქვს, რომ ასევე მალევე იქნება ახალი ელჩი დანიშნული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ზუსტად იმ რასაც ჩვენ უყურეთ ჯიუტად ხო ერთ იგივე რამეს ვია ჯიუტად გავართ უკვე და თვეები ვსაუბრობთ იმაზე ჩვენ გვინდა თანასწორ საწყისებზე ჩვენი ინტერესები დავდოთ ყველა მაგიდებზე მზად ვართ გავითვალისწინოთ ამერიკელი ხალხის ინტერესები ამერიკის ხელისუფლება გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ინტერესები რა უნდა გქონდეს ახლა ისეთი ინტერესები ჩვენ რომ ჩვენი ინტერესი ვერ გაითვალისწინოს ამ ხელა ამერიკის შეიძლება ხა რა უნდა გქონდეს სოფლიო ჰეგემონია ჩვენ რო არ გვინდა მე მგონი გასაგებია ხა რა ინტერესი უნდა გქონდეს საქართველოს ისეთი რომ ამერიკის შეერთებული შტატების ქართველ ხალხს ისეთი რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გაითვალისწინოს ასე რომ აი მაგალითად საქართველოს ინტერესია იგივე ნატოში გაწევრიანება ხო ვთქვათ ახლა ამერიკასთან ჯერობოდეს გადმოვიდი, მაგრამ კავშირში როგორ არ არის და ამ მიმართულებითაც მინდა კითხოთ, ამ სამოკავშირო ოფისმა გავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატომ მტკიცედ უჭერს ხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე და შემდგომ სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრით. თუმცა ამ ერთი შეხედვით პოზიტიურ გზავნილს მოყვა შემდეგ საკმაოდ ხისტი პასუხი თქვენი მხრიდან ამ სიტყვების უკან არ დგას ქმედითი გადაწყვეტილება და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები თქვით თქვენ. ანუ არ ელით წინსვლას თქვა იგივე ნატოსთან მიმართებაში თუ ამ თემაზეც რაღაც მე როდესაც ამერიკასთან დაალაგდება მე იქნება საუბარი. მოგეთ, ნატოსთან მიმართებაში რატომ გაქვთ ასეთი მოლოდინი? ხო, ასეთ სიტუაციებში ყოფით დონეზე არის ხოლმე ხუმრობით ნათქვამი წინდება, რომ მე მეუნები ამას, ჩვენ გვეუნებიან ამას. არ ვიცი რა ვთქვა. ამაზე თავის რომ რა ღია საუბარია და აქამდე არ ვარ წევრი. სიტყვები არის ცნობილი. რომ ჩვენ კი კარი ღიაა და დაველოდეთ, მაგრამ იმდენი აქ არის ორპირი ქარია, როცა კარი ღიაა და ისენ უქნათ რომ გავცივდეთო. ნუ ხედავთ რომ ცოტა ამ ხრივ ეს ორპირი ქარი მოქმედებს. ნახეთ ჩვენ მათ შორის უკრაინაში როგორ მოქმედებს ეს ორპირი ქარი, საქართველოში როგორ იმოქმედა ამ ორპირმა ქარმა. ერთი არის სიტყვები, მეორე არის საქმე. მთელი თაობა, სხვა შორის ჯენზი თაობა, დაიბადა და თინეიჯერობიდან გამოვიდა ნატოს მოლოდინში. დაიბადა და თინეიჯერობიდან გამოვიდა ნატოს მოლოდინში. სკოლა დაამთავრეს. დაბადებულები არ იყვნენ, დღეს უკვე სკოლა დაამთავრებს. ჩვენ რო გითხეს, რომ კარი ღიაა და მობძანდითო. აი გულხურვალეთ გელითო. იგი 2008 წელს ბუქარესტის სამიტი ხო ამის შემდეგ რა გავაკეთეთ ჩვენ? ამის იმისთვის შევსულიყავით. შეხედო ნებისმიერ რეიტინგებს, მათ შორის იქნება ეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, კორუფციის ნაკლებობა, ეკონომიკური თავისუფლება, ყველა რეიტინგით ჩვენ ნატოს წევრ ქვეყნებს როგორც წესი 7-დან 10-მდე ქვეყანას ვუსწრებთ ხოლმე, წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ. ასე აქ სტანდარტები დიდი ხანია დაკმაყოფილებული. შევხედოთ ჩვენ სამხედრო მზაობას, არა მხოლოდ მზაობას ტექნიკური, არამედ მორალურ მზაობას. ჩვენ წავედით იმ ომში, სადაც ნატოს წევრ ქვეყნები დაიმალნენ. ჩვენ ვიყავით 1000 და ლიტვა იყო 50 ავღანეთში.
რატო არ იყოს? რატო აიყვნენ 1000? აი დღესო დიდგულზე არიან და რუსეთთან ომი რო უნდათ უკრაინელების ხელით თვითონ რო არ მიდიან ომში. სად იყვნენ ავღანეთში? რატო არ იყვნენ? სად იყვნენ ლატვიელები და ესტონელები? სად იყვნენ დანარჩენები? რატო ვიყავით ჩვენ აი ამ 30-ზე მეტ ნატოს წევრ ქვეყანას შორის ჩვენ რატო ვიყავით მესამე ადგილზე? მესამე, მეოთხე ადგილზე ვიყავით ნატოს წევრებთან შედარებით. მათ შორის ჩვენი კონტრიბუცია იყო არა მხოლოდ ის, რომ იქ ვიბრძოდით, არამედ იყო კონტრიბუცია მათ შორის ფინანსური. 2 მილიარდ დოლარზე მეტი არის ეკვივალენტი არის ჩვენი შენატანი იქ ჩვენი მონაწილეობით. აღარაფერს საუბრობ ჩვენ გმირებზე, რომლებიც იქ წინახაზე დაიღუპნენ. რატო დაიღუპნენ ეს წინახაზე? იმიტომ ჩვენ ვიდექით წინახაზე. ის 20-30 რო ყავდა ზოგიერთ, ისინი შტაბში იყვნენ და გარეცხვის არ ყოფდნენ. ასე რომ აქაც დამტკიცებული ვარ ჩვენ მორალური მზაობა. როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების მხრივ, ისე სამხედრო თავსებადობის მხრივ, მათ შორის დაახლოებით 80%-ს ჩვენი კონტინგენტისა აქვს სხვადასხვა სახით გავლილი წვნებით თუ სხვა მხრივ ნატოსთან თავსებადობის მხრივ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მომზადებები, ასე რომ ჩვენ მზად ვართ უკვე დიდი ხანია. ბურთი დიდი ხანია არის უკვე ბრიუსელის ამ შემთხვევაში ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელის მხარეს. დიდი ხანი არის, მათ მხარეს არის. ასე რომ ახლა განცხადებების გაკეთება თან არ ვიცი ცოტა უკონტექსტო იყო, ცოტა უკონტექსტო იყო. კონკრეტული ნაბიჯები დაინახოს საქართველოს. ამასე და არა განცხადებებს. აგერ შეიკრიბნენ, ხელი აწიეს და ფინეთი გახადეს ნატოს წევრი. შეიკრიბნენ ხელი აწიეს და გადაწყვეტილებებს რატო არ იღებენ? ერთი, ხო? იმიტომ რომ ხედავთ ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვს, იმიტომ არც აპირებენ. ხო ხედავთ უკრაინას, რომელსაც ეუბნებიან ის იბრძვის ევროპისთვის, რომ ის არის ფარი ევროპის, რომ ის არის ასე ვთქვათ, ვინც იცავს ევროპას ამ ყველაფრისგან, ნუ ევროპა თავისი არსით ნატოც არის მათ შორის. არიღებენ, ხედავთ ჩვენ დღეს რომ არის მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც სკეპტიკური განწყობა ამის მიმართ და არიღებენ, ასე ჩვენთანაც ამ რა გითხრათ, იცი ამ რაღაც თან კონტექსტოთ იყო ეს განცხადება, ცოტა ვერ გავიგე რასთან დაკავშირებით იყო ეს ყველაფერი. გასაგებია, განცხადებები კარგია, მაგრამ როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა, განცხადებები ტანკებს და ტყვიებს არ აჩერებს და ჩვენ ეს ეგზისტენციალური საკითხები გვაქვს ჩვენს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ბატონო შალვა, მინდა გითხოთ, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს და ისევ ევროპასთან კონტექსტში, თქვენ ხელისუფლება მუდმივად ამბობდით, რომ აი ოპოზიცია თავად ვერ გადაწყვეტს მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, ისინი მითითებებს ელოდებიან, რომ რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ, ხო ასეთია ხელისუფლების ნარატივი. ჩვენ ვნახეთ, რომ რაღაც მსჯელობის დაწყებას ამ თემაზე ცდილობს ლელო და ნუ ფიქრობს მიიღოს თუ არა მონაწილეობა, ნუ გადაწყვეტით არ უთქვამთ, რომ თქვა რომ იღებენ მონაწილეობას. მაგრამ თუ კი ეს ასე იქნა და ვთქვათ ოპოზიციის იმ ნაწილმა, ვიზეს თქვენ საუბრობთ, რომ მითითებებს ელოდება, მიიღო ეს გადაწყვეტილება, ან დაიწყეს ამაზე მსჯელობა, რას უკავშირებთ? ანუ მათივე მხარდამჭერებისგან დასავლეთში პირობითად, ეხლა სრულად ევროპას არ გულისხმობ, რა შეიცვალა მათთვის, თუ კი ისინი ახლა მაშინ უთითებს ოპოზიციას, რომ წადით და მიიღეთ, იგივე ევროპარლამენტის იმაშიც ვნახეთ, ხო, რომ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, ოპოზიციის მიმართ იყო მოწოდება. რა შეიცვალა მათი მხრიდან მაშინ საქართველოსთან მიმართებაში, ან ოპოზიციასთან მიმართებაში? უყურებენ ერთ რამეს, შეძლებენ თუ არა ქართული ხალხის გატეხოს. ეს არის, თუ შეძლებენ გატეხოს, მაშინ გატეხენ, თუ არა და მაშინ უნდა სადონ სხვანაირად, ასე ვთქვათ და სხვა გამოსავალი აღარ იქნება გარდა იმისა, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და სხვა მხრივ გაქრებიან ბოლომდე. აი დღეს ხომ ხედავთ, რომ არიან აი დღეს რო დავფიქრდეთ. ოპოზიცია, რომელმაც მანდატები დატოვა და არიან ქუჩაში, რა აქვს თემა, რა აქვს? აი რო დავფიქრდეთ, აი რაზე საუბრობენ, რა არის მათი პოლიტიკური პლატფორმა, თემა, რა არის? ორი ძირითადი მოთხოვნის ირგვლივ სინამდვილეში არაფერი მხარდამჭერები. ხო და არაფერი ხო არა, უყურებთ თავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები. ხო, აი და ერთადერთი რაც მათ ასუდგუნოს არის რომ ორ დღეში ერთხელ არის რაღაცა განცხადება. ხან ბრიტანეთის საელჩო რაღაცას იტყვის, ხან რასა იუკნევიჩიანი რაღაცას იტყვის და ამას მოყვება ერთი დღე მათი ჟივილხივილი რომ რაღაცნაირად იღებენ ამ ენერგიას, ასე ვთქვათ, ვამპირებივით იღებენ ენერგიას ერთი განცხადებისგან, ასე ვთქვათ, აგრესიული განცხადები და მეორე აგრესიული განცხადები და ამ აგრესიის და ბოღბისგან იბერებიან და მე როგორც კდებიან ხოლმე, ხედავთ ამას ქუჩაში, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების მიმართაც. ასე რომ კიდევ ერთხელ ერთადერთი რამეა. ჩვენ კვლავ გავდივართ დამოუკიდებლობის
გააზრების გზას. 26 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ტყუილად არ უწოდეთ დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. იქ მართლაც საბოლოო ჯამში ეს იდგა. აქეთ ელჩები ერეოდნენ, პოლიტიკოსები, უცხოელები ამბობდნენ, პირდაპირ გამოვიდნენ და არჩევანი იდგა რაღაც ყველა აბსოლუტურად ვენის კონვენციები ხო დახიეს გვერდზე გადადეს, მაგრამ თვითონ დიპლომატიური, რა გითხრათ, პროფესიული ეთიკაც კი დაარღვიეს. ეხლა როდესაც ელჩი ასეთ რაღაცას იკადრებს და ჩაერევა არჩევნებში, ხა სხვა ქვეყანაში მიხում უნდა გააგრძელოს დიპლომატიური კარიერა. სხვა ქვეყანაში რომ დასახელდება ის ელჩად, იქ რომ ჩახედავენ ეს ადამიანს რა წარსული აქვს, რო ნახავენ რომ საქართველოში არჩევნებში ერეოდა. ახლა ასეთ ელჩის მიმართ ხო ყველა იქნება ძალიან, ასე ვთქვათ, ფრთხილად და ასჯერ დაფიქრდება მისცეს თუ არა ის აგრემანი. რასაც ჩვენ ვეძახით, თანხმობა რომ ასეთ ელჩი და საკუთარ კარიერასაც კი დარტყმა მიაყენეს ამ ელჩებმა, ოღონდ ქართული ოცნება ჩამოეცილებინათ ხელისუფლებიდან და მოიყვანათ რადიკალური ოპოზიცია. ასე რომ ერთადერთი რამე, რასაც ისინი ვერთვლიან, ეს არის ქართული ხალხის ხასიათი. ქართული ხალხის წყურვილი თავისუფლებისაკენ. ეს არის სინამდვილეში თავისუფლება. არა ის თავგასულობა, რომელიც სინამდვილეში ევროპული დროშით შეფუთული თითქოს თავისუფლება არის და სინამდვილეში თავგასულობას რომ ქადაგებენ ზოგიერთი ევროპული ფულით. და ევროკავშირთან მიმართებაში თქვენ ესეთი რამეც გაიხსენეთ, ნიკამელიას საქმე გაიხსენეთ უпростоრედ და თქვით ესეთი რამე, რომ შემდეგ იყავი ნარატივის გავრცელებას დაბატიმრების შემდეგ ეს გვარამიასთან მიმართებაში თქვით უკვე, აქედანვე მოუწოდო ნიკა გვარამიას ჯობია გადაიხადოს გირაო, თქვენ ესეც ახსენეთ, რომ ეს კინონანახი გვაქვს. ანუ ეს თქვენი განცხადება იყო პრევენციული თუ გაქვთ მოლოდინი რომ მაგალითად იმიტომ ცნობილია რომ გირაოს არ იხდის თქვენ ნიკა გვარამია ვადაც ამოეწურა და თუ ის დააკავეს გირაოს გადაიხდის ევროკავშირი ან დაკავებამდე რაღაც ასეთი მოლოდინი გაქვთ თუ პრევენციული იყო ან სხვა სტრუქტურები თუნდაც მაგრამ არ ვიცი ხარ ის გადახდელები რადგან ბრალდებებს უყენებთ ხოლმე ამიტომ გეკითხეთ ერთადერთი რამეა იმიტომ როგორ არის იცით არის ასეთი კიდე ისტორია ადამიანი რომელიც საკუთარი დედმამა დახოცა და შემდეგ სასამართლოში შეწყალებას ითხოვს იმიტომ რომ ობოლი არის ასე იქცევა ზოგიერთი ევროპელი. ან თვითონვე აფუჭებენ საქმეს და მერე წუწუნებენ ამასთან დაკავშირებით. ნიკა მელიას საქმე ჯერ კიდე 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული საქმე იყო, როდესაც მას გირაო ქონდა ასე ვთქვათ სამაჯური, რომელიც მოიხსნა გვახსოვს მთელი პრეისტორია. ანუ ადამიანმა კანონი დაარღვია კი თავზე გადაახია საზოგადოებას თავდა. დაალაგდნენ ზოგიერთები და ნუ არ შეიძლება როგორ შეიძლება ერთი სიტყვა არ დაუძავს ერთი სიტყვა მაშინ არ დაუძავს არც ევროკავშირის მაშინდელებს არც ამერიკის შეერთებული მაშინდელებს არავის საერთოდ ერთი სიტყვა რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით რომ გადაიხადეს გირაოც რა არის რატო არ წესებს ასე ვთქვათ თუ კი პროცესი მიდის არაფერი იმათ ხარეს და მხოლოდ პრეტენზიები სახელმწიფოს მიმართ აღმოჩნდა მე ეს აზრუნგა თქვა რომ ყველაფერი სწორი იყო ბოდიში მოიხადა ვინმე მოიხადა მაშინ და ზოგიერთი ელჩი შეიძლება დღეს კიდე არის რატო ბოდიში არ გვიხდიან რომ აი ეს პანიკა ქონდა დაკავების დროს ლიტვის მაშინდელი ელჩი მივარდა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით მივარდა ნაციონალურ მოძრაობის ოფისში ალამოტში რო იყო გამაგრებული ნიკა მელია ქოშინით მივარდა რასაც ქვია შევიდა გამოვიდა რომ მე სოლიდარობას უცხადებ ამას რომ ლიტვის სახელმწიფომ გააკეთა ეს ყველაფერი შენ ეს აზრია თქვა რომ ლიტვის სახელმწიფომ კრიმინალს იცავდა ლიტვის სახელმწიფომ თუ სწორად მახსოვს ბოდიში არ მოუხდია განანდა ესე ვთქვათ სანქციაზე ქვითარებით გამოწერაზე არიან გადასული ბოდიში რატო არ გვიხდის ლიტვის მოქმედი ელჩი ბოდის წინა ელჩის გამო ბალტიის ქვეყნები და მინდა კითხოთ აი საქართველოს პარლამენტის დადგენილებით ცოტა ხნის შეიქმნა მეგობრების ჯგუფი მათ შორის ლიეტუვის ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტთან ანუ რა ნაბიჯი იყო ეს იმიტომ რომ მე აქ დეპუტატთა შორის არავინ გამოთქვა სურვილი შესული იყო ანუ ეს რაღაც პოლიტიკური პასუხი იყო თქვენი მხრიდან თუ ამ ფონზე როდესაც თქვენ თქმის არ იყოს ყოველდღე თითქმის ასანქცირებენ ხელისუფლების წევრებს აი ბალტიის ქვეყნებიდან ანუ რა პასუხი იყო თუ რა ნაბიჯი იყო ეს პარლამენტის მხრიდან უცებ მეგობრობის ჯგუფი მათთან ერთად საზოგადოებისაც განმარტო პარლამენტების ტრადიცია არის რომ იქნება ჯგუფები რომ სხვა პარლამენტებს სხვა ქვეყნის პარლამენტებთან ურთიერთობის და ახალი მოწვევის პარლამენტში ხელახლა იქნება მეგობრობის ჯგუფი ჩვენ რამდენიმე კვირის წინ პლენარულ სესიაში შევქმნით ალბათ 100-მდეც იქნება ალბათ არის დაახლოებით 60-70 მეგობრობის ჯგუფი რაც ძველები წინა მოწვევის პარლამენტში იყო ხელახლა შევქმნილი და შემდეგ ხდება მისი დაკომპლექტება ვისურს ამ მეგობრობის ჯგუფებში გაწევრიანება რა თქმა უნდა ამ მეგობრობის ჯგუფების სიაში რომელიც შეიქმნა იყო ბალტიის ქვეყნებიც
ჩვენ ზუსტად იგივე ჯგუფები შევქმნით, ასე ვთქვათ, რაც იყო წინამოწვევის პარლამენტში, თუმცა კომპლექტაციის დროს ხელმძღვანელობა არავინ ისურვა, წევრობაზეც არ იყო მაინც და მაინც დიდი ტაციაობა ამ ჯგუფებში. ქართველი დეპუტატების მხრიდან, იმიტომ რომ უკვე რა არის, იცით, ხო ხედავთ აბსოლუტურად მტრულ პოლიტიკას ბალტიის ქვეყნების მხრიდან ქართული ხალხის მიმართ. ანუ აბსოლუტურად არამეგობრული და რიგ შემთხვევაში მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ. ლატვიის პრეზიდენტი პირდაპირ მოგვიწოდებდა სანქციების დაწესებისკენ, ითხოვდა ჩვენგან რუსეთის სანქციები დაგვეწესებინა, საკუთარი თავი გაგვეწირა ამას თხოვდნენ. ნუ იქ ესტონეთის პარლამენტი არ გვაღიარებს აქეთ იქით, რა ვიცი, მოკლედ ერკვევიან ჯერ კიდე ასე თქო ჩვენთან დამოკიდებული. მათ შორის სხვათა შორის ერთი ფაქტიც მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ 2024 წლის 19 დეკემბერს მეგობრულ ჯგუფი ესტონეთის, მაგალითად ესტონეთის პარლამენტშიც არსებობს. მას ხელმძღვანელი ყავდა ადამიანი, რომელიც სხვათა შორის საქართველოში დაბადებული და გაზრდილი არის აფხაზეთის ტერიტორიაზე. მეგობრულ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც არჩევნების შემდეგ თუ არჩევნებამდე მე მგონი საშა შემოდგომაზე რაღაც კარგი განცხადება გააკეთა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მოხსნეს კაცი. დეკემბერში 24 წლის დეკემბერში მოხსნეს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელობა, იმიტომ რომ კარგი განცხადება გააკეთა საქართველოზე. მაგრამ რა ვიცი ახლა, როდესაც და ეს ყველაფერი იმ პარტიამ დაორგანიზა, რომლის მინისტრიც არის, იცით, 3%-იანი პარტია, რომლის მინისტრიც ხედავთ აქ თავქარიანი როგორ დარბოდა მიტინგზე. აი ასეთი დამოკიდებულება არის, სამწუხაროა, მე ახსნა არ მაქვს. ჩვენ ესტონელ, ლიეტულ და ლატვიელ ხალხს დიდ პატივს ვცემთ და მეგობრობა გვინდა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ხალხები თავად გასცემენ თავის ხელისუფლებას. პასუხს იქნება არჩევნები და იმედია რომ გადაერჩევენ ამ ხელისუფლებებს, იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლებებს ეს ხელისუფლებები მათ უბიძგებენ ქართულ ხალხთან კონფლიქტისკენ და ასე ვთქვათ, ქართული ხალხის მიმართ იჩენენ უპატივცემულობას მათი ხელისუფლებები, რა თქმა უნდა, ეს მათი ხალხების ინტერესში არ არის და იმედია რომ საკადრის პასუხს გაცემენ, როცა იქნება არჩევნები. და ბოლო კითხვა მინდა ბატონო შალვა დავსვა, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ახლა საუბრობდით, საქართველო არის მოლოდინი ისევ როგორც სრულიად ევროპა და რა ვიცი, მეგონი სამყარო რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების და ჩვენ ნახეთ ახლა ბოლოს რომ აი შეხვედრა სტამბულიდან შესაძლოა მოსკოვშიც კი გაიმართოს, ანუ მხარეები მოლაპარაკებებზე ჩავიდნენ მოსკოვში. და ნუ კიდე გეუბნებით ჯერ დასრულება ამ ომის არ ჩანს. როგორ აისახება, ანუ თურქეთი გადის პოლიტიკური დაფიდან და ამერიკა-რუსეთ შორის აი ეს მოლაპარაკებები გადავა მოსკოვში თუ როგორ იქნება, როგორ ხედავთ და რამდენად აისახება ეს როგორც რეგიონზე და თავად ევროპაზე, ისე საქართველოზე, იმიტომ რომ თვით ამერიკასთან ურთიერთობის დროსაც ვამბობდით რომ ხო რაღაც მოლოდინი იყო რომ ჯერ ტრამპს ამისთვის არცალია, მერე სხვა ქვეყნებისთვის მოიცლის და ასე შემდეგ, თუმცა თავად ის რომ უკვე მოსკოვში შეიძლება გადავიდეს მოლაპარაკებები, ეს რა სიგნალია, არ ვიცი, რაც ჩვენთვის ისე ევროპისთვის. არ ვიცი, რა ვიცი, ნახოთ საქმე იმაშია, ჩვენ რაც ეს ომი დაიწყო 2022 წელს, ქართული ხალხი ატომოიქცა ბრძნულად მაშინ და არაყვა ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს ჩვენს ქვეყნის შიგნით თუ გარედან. იმიტომ ჩვენ ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს არაერთხელ. ჩვენ ვიცით როგორ იწყება ასეთი ომები და სამწუხაროდ ისიც ვიცით როგორ მთავრდება ასეთი ომები. და ჩვენ ამას შევყურებთ დიდი ასე ვთქვათ პრობლემურად შევყურებთ ასე ვთქვათ იმ ხრივ რომ ხედავთ მიმართულებებს რა და მათ შორის რა მოთხოვნები არის ახლა ზავისთვის და მშვიდობისთვის უკრაინის მიმართ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ტრაგედია რასაც ვაკვირდები და საიდანაც მიდის საიდკენაც მიდის ეს ყველაფერი და ისკენაც მიანიშნებენ მათ შორის ისინი ვინც უკრაინას ყველანაირად აგულიანებდა რომ ეს ომი ეწარმოებინა და ბოლომდე იქნებოდნენ მასთან ერთად. დღეს ხედავთ რომ ყველას უნდა მშვიდობა და საბოლოო ჯამში მე არ მინდა ისე გამოვიდეს რომ ეს მშვიდობა აღმოჩნდეს უკრაინელების ხარჯზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ვიცით როგორ სრულდება ესეთი ომები და ნახეთ მათ შორის ჩვენი ომიც როგორ დასრულდა და ეს იარები დღემდე დამატებით 20% აგულისხმობ ადამიანურ მსხვერპლს დამატებით 20% ტერიტორიების ოკუპაციას და ასე შემდეგ. კი, გულისხმობ იმ იარებს რომელიც ჩვენ დამჩნეული გვაქვს როგორ ესე ვთქვათ ყიჟინა იყო მაგრამ რა გავიდა წლები ამას ვატყობთ დაიძრა ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ჩვენს გვეგონა რომ გაერო რეზოლუციას მიიღებდა და იქ ზანზარი იქნებოდა და რუსეთის ჯარი გავიდა და ჩვენს გვეგონა რომ ევროსაბჭო რაღაცას გაწყვეტილებას მიიღო და ასე არ არის როგორც აღმოჩნდა ეს არის რეალობა საერთაშორისო პოლიტიკის ამიტომ ადამიანმა სახელმწიფო უნდა იზრუნოს საკუთარ ინტერესებზე ეს არის სინამდვილეში ამიტომ არის ჩვენ უკრაინაში ვერ ხედავთ ლიტველ ჯარისკაცებს ამიტომ ვერ ხედავთ ჩვენ ფრანგ ჯარისკაცებს და გერმანელ ჯარისკაცებს ხო ამ უნდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა რომ ეს არის ევროპის ომი რუსეთთან
შემდეგ ლამის ბოდიშები იხადეს ამას, მაგრამ ეს თქვა, თუ კი ეს არის ევროპის ომი რუსეთთან, რატო არ არის გერმანელი ჯარისკაცი? რატო არ იბრძვიან? რატომ არ იბრძვის გერმანელი ჯარისკაცი უკრაინაში? ამაზე პასუხი ვინმეს აქვს? თუ კი უკრაინა არის ფარი და იცავს მათ უსაფრთხოებას. აი ლიტვა, ლატვია, ესტონეთი რომ ყოველდღე შიშს ხედავენ, რატომ არ არის ესტონეთის, ლატვიის ნიშნავს უკვე ნატოს წევრ ქვეყნებთან და მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. არაფერს არ ნიშნავს. თავისუფლად შეუძლია ესტონეთს დღესვე თავის ჯარს უბრძანოს, წავიდეს და იბრძოლოს იქა უკრაინაში. და თქვა ომში ჩართვა, ხო? ხო და ხო მათი ომია, ხო თქვენსო ჩვენი ომია. aber მათ ომში რა უნდა სხვა იბრძოდეს? უკრაინელები უნდა კვდებოდნენ ესტონეთის ომში, ეს არის მათი მორალი? თუ ეს მათი ომია, კეთილი ინებონ აიღონ ხელში იარაღი და იბრძოლონ. და თუ ეს მათი ომი არ არის, მაშინ ესეც თქვან და ნუ აცადონ უკრაინას რომ ამ ხრივ გადაწყვიტოს საკუთარი საკითხები, მაგრამ ეს არის საბოლოო ჯამში რაც შეეხება ნატო, არამედ ნატოს ჩართვა არ იქნება. ესტონეთს, ლიტვას, ლატვიას, გერმანიას შეუძლია თქვას, რომ ის ინდივიდუალურად მიდის ომში, არ ითხოვს ნატოს მეხუთე მუხლის ამოქმედებას, ნატო იქნება თავისთვის მშვიდად. წავლენ და ესტონელები დაამარცხებენ რუსეთს დარწმუნებულან იომონ იქ. ასე რომ ეს არის სამწუხაროდ საბოლოო ჯამში ის ვინც იბრძვის და ჩვენ ვიბრძოდით და ჩვენ მქონდა ეს ომი და იმანიცის საბოლოო ჯამში და უკრაინელებმა იციან ასეთი ომის ყველა ასე თქვათ შუქშდილები მათ შორის როგორ იწყება, როგორ სრულდება და ასე შემდეგ და ბოლოს ერთ წუთში მდინა დავამატო საკითხი დღეს იყო საჩივრები რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეთ პარტიის საკითხი ახალი ინიციატივა კანონის ფრაქციის შეურაცხყოფებთან დაკავშირებით და მიმართეთ და მოკლედ დიდი ამაზე საკითხი შეურაცხყოფა. კიდეც სხვა უკვე რამდენიმე მე ორი წერილი მივწერე ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ერთი მივწერე 24 აპრილს, მეორე მივწერე 30 მაისს. ორივე წერილში მიუთითებდი რომ ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ადამიანები, აი ხელფასს რო უხდის რომ აფინანსებს ის ორგანიზაციები, ადამიანები სიძულვილის ენას, ზიზღის ენას, ძალადობაში და პროპაგანდაში არიან ჩართულები. ერთ რამეს ვთხოვდი ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰერჩინსკის, რომ მას საჯაროდ გამიჯნოდა და ერთქვა ერთი ფრაზა, რომ სიძულვილის ენა შეურაცხყოფა არ არის ევროპულობა. აი ესეც კი სამადლოდაც კი არ თქვა მან საჯაროდ და ამის გამო არის დღეს სოციმედიაში თუ ქუჩაში მივარდნები არასრულწლოვნების დატერორება და ასე შემდეგ. ტიპის ქმედებებით რომ მოხდება ამის შეჩერება, თქვა როცა ჟურნალისტები ჩვენ ევროპულ ღირებულებად სინამდვილეში მოგვაყიდეს ევროზიზღი, ევროსიძულვილი, ევროპროპაგანდა და ჩვენ ამას უნდა უპასუხოთ ქართული ღირებულებებით. ამ საჩივრების მეორე მხარეს დგას მათ შორის ევროკავშირის ელჩი. ეს მისი პასუხისმგებლობა არის, რომ მისი დაფინანსებული ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ქალებს, ბავშვებს, პოლიტიკოსებს, ქუჩაში, სოციალ მედიაში და მან ერთხელაც კი არ იგრძნო პასუხისმგებლობა თავი, რომ მისი ფულით რა ამას ბედავენ ადამიანი. ერთხელ ის კი არა რომ რაღაცა, იმას კი არ ვეუბნებოდი, აღარ დააფინანსო ან ასე შემდეგ. ერთი რამე ეთქვა, რომ მიუღებელი არის სიძულვილის ენა. ამასაც არ აკეთებს. იცით რატო არ აკეთებს? იმიტომ სინამდვილეში და უბრუნდები იმ ფრაზას, რომელიც თქვენ თავში ციტირება გააკეთეთ ჩემით, ეს სიძულვილის, ეს ძალადობა და ეს პროპაგანდაც, რაც არის სინამდვილეში ექსტრემიზმი, არის ხარდაჭერილი, საკეზებული და დაფინანსებული ბრიუსელი და მათ შორის ევროკავშირის საელჩოს მხრიდან, რომელიც თავისი არ გამიჯვნით აქეზებს აი ამ ყველა უმსგავსობას, რაც ხდება დღეს აი ამ რადიკალური ექსტრემისტების მხრიდან, ასე რომ ამ საჩივრის მეორე მხარეს და მოპასუხეთ არის სინამდვილეში ევროკავშირის ელჩი. ეს დანარჩენი ხალხი, ვინც ზოგიერთი NGO-ს წარმომადგენელი თუ ზოგიერთი მათ შორის მედიის თუ პოლიტიკოსი, ისინი არიან ჩვეულებრივი ინსტრუმენტები, ასე ვთქვათ, ამ ზიზღის გავრცელებისა. სინამდვილეში ევროკავშირის ელჩი არის პასუხისმგებელი. დიახ, აბა როგორ? აგერ ორი წერილი მივწერე ფაქტებით. მის მიერ დაფინანსებული ადამიანები მონამონების ძახილი და ბავშვებთან მივარდნებით რო არიან დაკავებული ლაშქრთან დაკავშირებით წერილში დავწერე ერთი პასუხი არ გვაღირსა ევროკავშირის ელჩმა. ეს არის ევროპა მისი გაგებით, ეს არის ევროპული ღირებულება. არანაირი კავშირი ამას ევროპასთან არ აქვს. ნუ მინიმუმ იმ ევროპასთან ჩვენ ქართველებმა რო ავაშენეთ. შეიძლება რომელიმე სხვა მიკროჯგუფების არ ვიცი მე რაიმე ევროპები არსებობს წარმოდგენაში, მაგრამ ეს ის ევროპა არ არის და ამიტომ ჩვენ ამიტომაც ყველაფერს თავის საქმე უნდა დაერქვას და ის ზიზღი, ძალადობა, რომელიც ევროპის დროშით დღეს დაიარება
საქართველოს ქუჩებში, ეს ჩვენ უნდა შევაჩეროთ სიმართლით და შევაჩეროთ მხილებით და ნამდვილი ევროპა უნდა ვაჩვენოთ მათ შორის ზოგიერთს, ვისაც ევროკავშირის პასპორტი უდევს ჯიბეში და გულში აბსოლუტურად დაცული არის ევროპული ღირებულებები. კი ბატონო, უნდა დავასრულოთ, მაგრამ ეს ნამდვილი ევროპა, თქვენი სიტყვები რომ გამოვიყენო, იქნება თუ არა ნაჩვენები არჩევნებზე, ის ახლოვდება და თემა მოხდა ხშირად ეს არჩევნები და წეღანეს დავსვიო შეკითხვა, ანუ უნდა ველოდოთ თუ არა უცხოელ დამკვირვებლებს ამ არჩევნებზე და იქნება თუ არა ნამდვილად ევროპული თვითმმართველობის არჩევნები, ხელისუფლების პირობა როგორია და დავასრულოთ. ჩვენ ნახეთ როგორ იყო ევროპული არჩევნები ლატვიაში, რომელიც ფაქტობრივად ლამის ჩაიშალა, ხალხი რომელიც არა, მე ჭეშმარიტად ევროპული ვიგულისხმე, რასაც თქვენ ვწოდეთ. ნახეთ სხვაგან როგორ იყო, სადაც არჩევნები გააუქმეს და ასე შემდეგ. ჩვენი არჩევნები იქნება ისეთი, როგორიცაც იმსახურებს ქართული საზოგადოება და ქართული დემოკრატია. ზუსტად იმ სტანდარტების იქნება, იმ მაღალი სტანდარტების, რომელსაც ქართული საზოგადოება შეჩვეული არის. ჩვენ სინამდვილეში, რაც აღმოვაჩინეთ ბოლო პერიოდში, ჩვენ არჩევნების ვარგისიანობის პრობლემა კი არ ქონდა. ჩვენ სინამდვილეში ქონდა უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფების და პირდაპირ უცხოელების მცდელობა არჩევნების აყირავების. აყირავებას ვებრძოდი მთელი ეს პერიოდი. ეს ისვედის პივიტიები და გამოგონილი რაღაც თემები და პირადობის მოწმობებზე თუ 300,000 ადამიანზე ყველა თითეული ეს ორგანიზაცია დაფინანსებული იყო უცხოეთიდან და მომოქმედებდა უცხოური კარნახით. ეს არის ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს ჩვენ არჩევნებს, ეს არის მცდელობა გარედან, რომ ააყირავონ არჩევნები და საკუთარ გემოვნებაზე დააკომპლექტონ საქართველოს ხელისუფლება და რა ვქნათ ახლა ასე გადაწყვიტა ქართულმა ხალხმა ჯერ კიდე 1000 წლების წინ, რომ გვინდა ეს დამოუკიდებლობა, რაც გვინდა რომ ჩვენ თავს ვეყუდნოთ და ახლა ბოდიში მომთხოვია ზოგიერთ ელჩთან თუ უცხოელთან, თუ კი მათ ნაკარნახზე არ დადის ქართული. და ელით ანალოგიურ მხარდაჭერას ქართული საზოგადოებისგან, ანუ თუმცა გითხოვთ რომ 64 მუნიციპალიტეტს დაამარცხებთ, არა ამ კონკრეტულ არჩევნებზე, მაგრამ 64 მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ოცნება ხშირად ამბობს ხელისუფლება. ასეთია მოლოდინი. იმიტომ რომ წერნაც ეს თქვი რომ რაიმე თემა ხსმენიათ, რა შტატო უნდა მისცე ხმა რომელიმე მათგანს, რომელიც თან ამავდროულად ერთადერთი პირობა და რასაც ისინი დებენ ამორჩევის წინაშე არის, რომ რასაც ეთქვიან უცხოეთიდან ყველაფერს გააკეთებს ერთი ერთში. ეს არის მათი პირობა, რომ საქართველოს იქნება ვასალური სახელმწიფო. ნუ არ ვიცი, ხა ესეთ პირობა საერთოდ როგორ ფიქრობენ ახლა რა იმედი უნდა ქონდეს წარმატებაზე. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ჩვენ შედეგებით, მათ შორის პირველები ვართ ეკონომიკური ზრდით, ყველა აი ამ პარამეტრებით, რომლითაც შეიძლება შეედაროს ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანას, ვართ ლიდერი რეგიონში, სტაბილურად ლიდერი ვართ. და ბარე 1-2 ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა მიმართულებით. ასე რომ რა თქმა უნდა ქართული ხალხის არჩევანი იქნება საკმაოდ კაფეო. მადლობა დიდი ბატონო შალვა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს ღამის